გამარჯობათ, ჩემო გამოწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენ და ის. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი იგულისხმება. მაშასე, წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი და მოკლედ ნახოთ რა ხდება თქვენს შორის და რა პერსპექტივა გაქვთ მასთან. ამოვიღოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში. და მისი ვინც ჩაიფიქრეთ. ესე იგი, თქვენ ამ მომენტში შესაძლებელია ხართ სახლში ან სამსახურში, ეს არის კომფორტი ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება დაუშვათ დაწესებულებაში, სადღაც ხშირად, ეს შეიძლება იყოს სახლი, სამსახური, რაღაც ადგილი, სადაც შენ, უბრალოდ თქვენ სიხარულს განიჭებთ სხვა ადამიანი. შეიძლება ეს იყოს თქვენი შვილი ან შვილები, ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ. თქვენი სიგნიფიკატორი არის, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ენერგიას იღებს მისი საყვარელი ადამიანებისგან, ასე ვთქვათ, მათ რო უხარიათ, თქვენც ხართ ბედნიერი და გახარებული და ახლობით რაღაც ასეთია, შეიძლება ეს არის კარგი თანამშრომლობა, კარგი მეგობრობა და ასე შემდეგ. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მუდმივად სხვა ადამიანებისგან გჭირდებათ რაღაც სტიმული თითქოს, აი ასეთი ხართ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ეს არის მებრძოლი ადამიანი, რომელიც მიიწევს ცხოვრების გზაზე და რაც გადაეღობება, ასე ვთქვათ, რაც მის ძალებშია, უმკლავდება. ეს არის ადამიანი, რომელიც არის ცოტა ნერვიული, შეიძლება მას აწუხებდეს რაღაც სტრესული ფიქრები, შფოთი, ის არასოდეს არ ამხელს რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს მას და ასე ვთქვათ, შეუფერხებლად მიიწევს მისი მიზნებისკენ. ეს არის ადამიანი ამბიციური, მიზანდასახული და მებრძოლი. თქვენ უფრო მეტად კომფორტის ადამიანი ხართ. თუ ასეთები ხართ, ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა და თქვენი პარტნიორიც თუ ამოიცანით თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა პიროვნება ბრძანდებით, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. რა ხდება ახლა თქვენსა და თქვენს პარტნიორს, ანუ ვინც ჩაიფიქრეთ იმ ადამიანს შორის? შეხედეთ როგორ სინანსეა. ეს არის თასების პაში. ესე იგი, თქვენ გრძნობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ეს უეჭველია, კიდევ რა თითქოს მიუხედავად იმისა, რომ გრძნობა არის ორივეს მხრიდან, თანაც ურთიერთობა თითქოს დასრულდა ან გადიხართ ტრანსფორმაციას, რამაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, დისტანცია, შეიძლება ამ ტრანსფორმაციამ გამოიწვია ცოტა, ასე ვთქვათ, ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიქრობს ღირს თუ არა. თუმცა ეს არის გაკვეთილი, რა თქმა უნდა. თქვენ იაზრებთ ამას და თქვენი ადამიანიც იაზრებს, რომ საჭიროა ასე ვთქვათ, გონების მოხმობა, გონიერი მოქმედება. მხოლოდ ემოცია და გრძნობა ვერ გაუმკლავდება, ასე ვთქვათ, იმ სირთულეებს, რაც არის თქვენს ურთიერთობაში. კარგით, ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენი ადამიანი, თქვენზე კონკრეტულად. რას ფიქრობს? ესე იგი, ფიქრობს თქვენი ადამიანი, რომ თქვენზე არის კონკურენცია. თქვენ ასევე კიდე გყავთ სხვა კანდიდატურები, რომლებიც იბრძვიან, ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღებისთვის. ისინი არიან სერიოზულად ყველა თანაც თქვენს მიმართ განწყობილი და მათ თუ დაოჯახებული არ ხართ თქვენ, სურთ თქვენთან ოჯახის შექმნა, თუმცა თქვენ ეს არ გსურთ, თქვენი ადამიანის აზრით.
თქვენ დაასრულეთ, ასე ვთქვათ, ურთიერთობები, სადაც შეიძლება ფიქრობდით, რომ აი შესაძლებელია აქედან რაიმე გამოვიდეს. ანუ არ გსურთ ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში შესვლა. ამიტომ აქედან გამომდინარე, თქვენი ადამიანი ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი თქვენთან. კიდევ რას ფიქრობს თქვენს? თქვენ ძალიან განიცდით რაღაცას, რას განიცდით ასე მისი აზრით? თქვენ განიცდით იმას, რომ არ გინდათ, რომ ვინმე მოგატყუოთ, არ გინდათ, რომ ვინმე გამოგიყენოთ, ასე ვთქვათ. ეს თქვენ არ გსურთ. პირიქით, თქვენ გსურთ, რომ მოგანიჭონ სიხარული, მოგანიჭონ ბედნიერება, ანუ პარტნიორმა გააკეთოს ეს. ესე იგი, თქვენი ადამიანის აზრით ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ უნდა მოვიდეს თქვენთან, რაც შეიძლება მალე. ოღონდ ამას არ ამბობს, არავის არ უმხელს ამ გეგმას, ფიქრობს, როგორ განახორციელოს ეს და ძალიან, ესე იგი, დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს, რომ ამას რამდე მისულიყო მისი აზრით. მისი აზრით ის არის მსხვერპლი ამ სიტუაციის და მოდი ვნახოთ, რატომ მიიჩნევს თავს მსხვერპლად. დროის გამო მას დასჭირდა ძალიან დიდი დრო ილუზიებიდან გამოსასვლელად და იმის გასაგებად, რომ რისკია საჭირო, ასე ვთქვათ, ენერგიის მიმოცვლა საჭირო, მას სჭირდება თქვენი ენერგია, თქვენ გჭირდებათ მისი რესურსი. ანუ ცალმხრივად არაფერი არ ხდება მისი აზრით, საჭიროა ორივე მხრიდან, ასე ვთქვათ, ენერგიის გაცვლა, გამოცვლა. რაღაც ცოტა გავგებრავთ საუბრობ ალბათ. ესე იგი, მან მიხვდა, რომ უნდა გადმოდგას ნაბიჯები, მოდი ასე ვთქვათ, მარტივად. რადგან თქვენ არ გადადგამთ ნაბიჯებს, თქვენ არ იმოქმედებთ მისი აზრით, იმიტომ რომ თქვენთვის პრიორიტეტი არის თქვენი თავი. და ნახეთ, როგორ ლამაზ არკანში ამოხვედით. ქალბატონებისთვის არის ეს. კარგით. მოდი ნახოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. თქვენ გსურთ, რომ იმოქმედოს. რა ფიქრები გაქვთ ძვირფასებო? ესე იგი, ყველაფერს რასაკვირველი არ გავახმოვანებ, რასაც თქვენ ფიქრობთ. ძირითადი რაც არის ის, რომ გინდათ, რომ ამ ადამიანმა, ვინც ჩაიფიქრეთ, აგირჩიოთ თქვენ და უყვარდეთ თქვენ, თასების დედოფალი. გინდათ, რომ იყოთ სასურველი მისთვის, გინდათ, რომ იყოთ მისი სიყვარული. რატომ? რადგან თქვენ ამას ელოდებით. თქვენ მოდი ვნახოთ, კი იცით, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვნახოთ, რაღაც მოიტანა ამ გაშლამ, რა გრძნობა გაქვთ მის მიმართ. რაც მეტი კარტი ამომაქვს, ძვირფასებო, უფრო, ესე იგი, თქვენ როგორ ხართ, იცით, თითქოს ცდილობთ თავი ხელში აიყვანოთ, გრძნობა გააქვავოთ, გაყინოთ. რატომ? რადგან ერთხელ განიცადეთ რაღაც იმედგაცრუება, ამან, ესე იგი, მოგაყენათ, უბრალოდ თქვენ სულს მიაყენა ამან ტკივილი და გენატრებათ უზომოთ, ეს არის თქვენი ემოცია და გრძნობა და გსურთ, რომ ის მუდმივად იყოს თქვენ სიახლოვეს. დაახლოებით ესეთი. შეძლებს ამას ეს ადამიანი? რა თქმა უნდა, იმპერატორი ძვირფასებო. თქვენი ადამიანი ყველაფერს შეძლებს, რაც სურს მას. გესურვებთ წარმატებებს.